სულთმოფენობიდან მეორე კვირადია დღეს და ეკლესიის წესგანგებით დღეს ჩვენ მოვიხსენეთ ის წმინდა მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ათონის წმინდა მთაზე. დღეს ყველა ერთად არის განდიდებული ეკლესიის მიერ, თქვენ იცით რომ ათონის მთა არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი მთელ სამყაროში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ერთ სივრცეში, გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ მონასტრები და მთელი ცხოვრება, ახლა თქვენ როგორც იცით, მონაზვნური აღქმა თავისთავში გულისხმობს, რომ ადამიანი კვდება წუთისოფლისთვის და მთელ თავის ცხოვრებას სწირავს ღმერთს. არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანები რაღაც ეგოისტურად არიან განწყობილები და მარტო საკუთარ სულზე ფიქრობენ. ზოგიერთი ამასაც კი ბედავს რომ თქვას, არადა ეს არიან ხალხი, რომელიც ყოველ დღე ლოცულობენ მთელი სოფლიოში, რომ იყოს მშვიდობა და ადამიანთა შორის იყოს სიყვარული და გაგება, რომელიც ახლა ძალიან აკლია დღევანდელ კაცობრიობას. თქვენ იცით, რომ სამყაროში ძალიან დიდი ნებათაღელვა არის, დიდი განსაცდელის წინაშე დგას უამრავი ადამიანი და ჩვენც ამ მიწის, დედამიწის მკვიდრები ვართ და ეს რა თქმა უნდა ყველა ჩვენთაგანსაც ეხება. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს წმინდანებს, ყველა წმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არის ომი, უბედურება და ღმერთმა ქნას, რომ არც არასდროს არ მოხდეს დაპირისპირება და სისხლისღვრა ჩვენ ქვეყანაში. ათონის მთა, როგორც გითხარით, არის განსაკუთრებული ადგილი და მის გამო რომ მხოლოდ და მხოლოდ მონაზვნები ცხოვრობენ, მონაზვნურ რესპუბლიკასაც უწოდებენ. ქალებს ასეთი ტრადიცია არსებობს, რომ არ აქვთ უფლება ათონის მთაზე გადავიდნენ. ერთადერთი ქალი, რომელიც განსაკუთრებული იყო, ფეხი დადგა მიწაზე და ის მარტო ათონის მთისთვის კი არ არის განსაკუთრებული, ჩვენთვისაც და მთელი ანგელოზ და დასისთვის წმინდანთა შორის გამორჩეული ღვთისმშობელი იყო, რომელიც ღვთისგანგებულებით გადადის ათონის მთაზე და იქ წინასწარმეტყველებს, რომ ის იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებით პატივს მიაგებენ ღმერთს და როგორც ჩვენ ვიცით, მისი წინასწარმეტყველება და სიტყვები აღსრულდა ღვთისშეწევნით. აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან ნაყოფი ათონის მთაზე მათ შორის და მადლობა ღმერთს ამისთვის, რომ ღმერთმა მოგცა საშუალება, რომ იქ წასულიყავით და ჩვენ გვენახა ეს დიდებული ადგილი. როგორც გითხარით, ახლა ქალები ხართ, ქალებს არ აქვს უფლება გადასვლის, უმრავლესობა ხაზაში ქალები გახართ, მაგრამ ახლა დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ესე დაათვალიეროთ დოკუმენტური ფილმების საშუალებით ათონის მთა და მერწმუნეთ, რომ ვერც არ წააგებთ და ბევრ სარგებელს ნახავთ. ხო, რაც შეეხება ახლა დღეს, რა თემაზე მინდა გესაუბროთ, დღეს ასევე არის წმინდა კირილი ალექსანდრიელის ხსენება, რომელიც მე-5 საუკუნეში იყო და ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, გამორჩეული წმინდა მამა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის ცხოვრებაში იყო ერთი მომენტი, მომენტიც და რომელიც მის ცხოვრებაში ის მომხდარი ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია და ალბათ სასარგებლო არის ჩვენთვისაც. თქვენ როგორც იცით, ახლა სანამ უშუალოდ წმინდა კირილეს ცხოვრებაში მომხდარ ამ ამბავს და მდგომარეობას შევეხებოდეთ, ახლა მე მინდა ჩვენ სიტუაციაზე და ჩვენ მდგომარეობაზე ვთქვათ, ხო? რამოდენიმე სიტყვა. თქვენ იცით, რომ ყველა ჩვენთაგანი ცოდვილები ვართ, ასეა რა. კი გვინდა რომ ვიყოთ წმინდანები და მივისწრაფეთ სისმედისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დაცემული ბუნების სისუსტეების გამო ძალიან ხშირად ცოდვაში ვარდებით და ქრისტიანის მოვალეობა რომ არ შეეგვოს ამ დაცემულ მდგომარეობას, ცოდვას და იბრძოლოს და ღმერთმა მეც და თქვენც მოგცეთ ძალა რომ ცოდვას ვებრძოლოთ. მაგრამ ადამიანებს ჩვენ გვახასიათებს ერთი თვისება, რომ როდესაც რაღაცას დავაშავეთ და ცუდად მოიქცევით, ცოდვაში ჩავარდებით, ვიწყებთ ხოლმე მიზეზის ძიებას და თავის მართლებას. ჩვენ გვინდა რომ ვიღაცა დავადანაშაულოთ და სამწუხაროდ ხშირად ასე არის ხოლმე, როდესაც ადამიანი მოდის აღსარებაზე, მიდის აღსარებაზე, იქ ნაცვლად იმისა, რომ სინამდვილე გამოხატოს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აღსარებაზე სანამ ცოდვას იტყვიან, იწყებენ მიზეზების მოპოვას და ფაქტობრივად გამოდის, რომ მე რო ცოდვა ჩავიდინი, ამის მიზეზი ვიღაცა არის რა. ასეა. და ჩვენ ვიცადოთ, რომ აღსარების დროს სხვებზე კი არა, საკუთარ თავზე უნდა ვილაპარაკოთ. ესეც ერთი შეცდომაა აღსარების საიდუმლოში მონაწილე ადამიანებისა, რომ აღსარების დროს სხვებზე ლაპარაკობენ. ჩვენ სხვებზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვთქვათ საკუთარ თავზე თუ რა ჩავიდინეთ და თუ რა არის მიზეზის ღმერთი
არის ამისი გამგე და გამგებელი და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიღაცაზე ვისაუბროთ და დავადანაშაულოთ რა. ხო და ამ ძიებებში მე გამოდის რომ ვიღაცას ვიპოვით, ხო? დამნაშავე ჩვენი წოდებისა, მე ამ ადამიანებთან ძალიან ისეთი ცუდი ურთიერთობა სამყაროს ხონე ზოგიერთ სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაში ვარდება რომ შეძულდება ხოლმე ესა თუ ის კაცი რა. ანდა ცდილობს იმ ადამიანს მოერიდოს და ამით ფაქტიურად გამოდის რომ იმ ქრისტიანულ ვალდებულებას რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ღმერთმა მოგცა რომ ვიყვარდეს ყველა, ვარ გვერდ, იმიტომ რომ უფლის ცნების მიხედვით ჩვენ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს ადამიანი, მაგრამ უნდა ვერიდებოდეთ ცოდვას. უნდა არ უნდა გვიყვარდეს ცოდვა ადამიანში. ეს არის. ხო და ახლა კირილეს რაც შეეხება, რატო დავიწყე ამ თემაზე საუბარი? წმინდა კირილე იყო უდიდესი მამა, ის იყო საეკლესიო მწერალიც არის, ძალიან ბევრი წერილობითი ძეგლები დაგვიტოვა ჩვენ, რომელსაც დღესაც იყენებს მართლმადიდებლური ეკლესია და ჩვენ ვცდილობთ რომ ჩაუღმავდეთ მის უდიდესი სწავლებებს, რომელიც არის ძალიან ისეთი ღრმა და მიუწვდომელი, ფაქტიურად შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ გასაგებად ენაზე დაწერილი და წმინდა კირილეს ცხოვრებაში იყო ერთი მომენტი, როდესაც მას ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა გამოჩენილი და დიდებული წმინდა მამასთან ეკლესიისა იოანე ოქროპირთან. იოანე ოქროპირთან რატო ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება? წმინდა კირილეს ბიძა თეოფილე იყო ალექსანდრიელი პატრიარქი, რომელსაც ესეთი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დაძაბული და მტრობაში გადასული ურთიერთობაც ჰქონდა წმინდა იოანე ოქროპირთან. და ამ ბიძის გავლენით და ჩვენსაც ეხდება ხოლმე, რომ ჩვენ ვიღაცების გავლენით ვახარისხებთ ხოლმე ადამიანებს. ეს შემიანი, ეს ხვისიანია, ეს ამისისტია, ეს იმისისტია, არ შეიძლება, ასე? და წმინდა კირილეს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მასაც ჰქონდა ალბათ სისუსტეები და ბიძის ხათრით, უკეთ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა იოანე ოქროპირთან. და ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, მათ შორის გამოჩენილი მამა და გამორჩეული კირილეც უყვარდა და ღვთის განგებულებით მას ჰქონდა განცხადება, რომ იოანე ოქროპირი არ იყო დამნაშავე, ის იყო მართალი, წმინდა და მე ჩვენი თვითონ ეკლესიამ განსაკუთრებით განადიდა ის გრიგოლ ღვთისმეტყველთან და ბასილიკთან ერთად და ამის შემდეგ წმინდა კირილე იყო ადამიანი, რომელიც მოსახსენებელში შეიტანა იოანე ოქროპირი და მის ცხოვრებაში მოკლედ აი ესეთი მომენტი იყო. ვიღაცეების და რაღაცის გამო მას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა იოანე ოქროპირთან, ასე რომ იცოდეთ რომ ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ეს და როგორც კირილეს დროს ჩვენც უნდა შევძლოთ და როგორც კირილეს ახლა კი არ უნდა შევადაროთ თავი, მაგრამ უნდა ვბაძავდეთ მას და ჩვენც უნდა შევეცადოთ რომ ის ადამიანები, რომელთანაც შესაძლებელია უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს, უნდა შევეძლოთ და დავოთოთ მათთან ურთიერთობები, იმიტომ რომ ახლო არის კარტაზე და ასე წერია წმინდა წერილში, ესე იგი განკითხვის ჟამი ახლოსაა და ამის წინაპირობები მრავლად არსებობს, როდის იქნება არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად დადგება, თუ ჩვენ ვერ მოვესწრებით უფლის მეორეთ მოსვლას, პირად სამშაუროს და სიკვდილის ყველა გველოდება სიკვდილი და მე პირადი სამშაურო გარდაცვალებიდან მე-40 დღეს და უნდა შევეცადოთ რომ მზად ვიყოთ, უნდა ვიყვარდეს ღმერთი და ვცდილობდეთ ამას მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით, ასე უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, მოყვასი რომელიც ჩვენ გარშემოა, ასე რომ წმინდა კირილე ალექსანდრიელის ლოცვით, ათონელი წმინდა მამების ლოცვით ღმერთმა შეიწყალოს დაცუნა ჩვენი სული და მოგცეთ ძალა ქრისტიანული ცხოვრებისა. ამინ.